დაიკარგე და კი იმდენად დავიკარგე შეიძლება ვერც მიცნოთ თანამ ბრინჯის ნიღაბით რომელიც ჩემო მეგობრებმა ჩამომიტანა იაპონიიდან და ყველაზე კარგი ნიღაბია რაც მქონია და ასევე ყოფილა თურმე ყველაზე ბიუჯეტურიც ხოდა რადგან თქვენ ფიქრობთ რომ ძალიან დაგივიწყეთ, გადავწყვიტე რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოგი YouTube-ისთვის გადავიღო და არა TikTok-ისთვის, არა Instagram-ისთვის, არამედ თქვენთვის. და რომ მეც წარმომენატრეთ და თავს მეც დამნაშავედ ვგრძნობ, ესე რომ შემოვარდები სამ თვეში ერთხელ და მე რო კვირდებით რომ უფრო ხშირად დავბრუნდები, მე რო ვერ ვბრუნდები და მოკლედ. მეგობრებო, ძალიან კარგ ამბავზე მივდივარ, ძალიან კარგზე. მინდა რომ ჩემი ეს მნიშვნელოვანი 3 დღე თქვენთან ერთად გავეტარო. მივდივარ პარიზში, სანდრო პარიზთან შესახვედრად, უნდა ვნახოთ ახალი კოლექცია, გავიცნობთ წარმომადგენლები. პარიზში არის მოდის კვირეულის პერიოდი. ხოდა მეც ამ განსაკუთრებულ და საოცარ პერიოდში მიწევს პარიზში წასვლა. ანუ ვიკუდები ამ ნიხმით რასაც მარიამი ვარ, მიცანით ხო? აქედანაც მინდა ზიეი ჯორჯიას უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის. ეს ნიღაბიც არ მახსოვდა რომ მქონდა და მეთქი ბარემ კარგად დავიტენიან უსახვე და ისე დავტოვე ჩემი ქვეყანა. ხო მივდივარ ხვალ ვარგი უკვე ჩავალაგე, სპეციალურად ჩავალაგე და არ ჩავალაგე თქვენთან ერთად, იმიტომ რომ მე მინდა რომ გაჩვენოთ რო ჩავალ, რაც ჩავიცვამ როგორ მოემზადებ, არ მინდა რომ წინასწარ იცოდეთ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ორივე ლუკი რაც უნდა მეცვეს, ორივე მაჩუკა სანდრო. კაბალდება პარიზში სასტუმროს ნომერში. და თან მგონი რაღაც ევროპელი ან ამერიკელი კრეატორია. კი, ამ სახით ეგ ხარ ნამდვილად კი. გავეტაროთ 3 დღე ერთად პარიზში. ესეთი გადასარევი შესავალი ექნება ჩემს YouTube vlogs. დაგიბრუნდებით ხვალ აეროპორტში წასვლამდე. მეგონა ვიდეოს ვიყებდი და გაითიშა. მოგესალმებით მეგობრებო. წავედი უცებ გადავივლებ, ავასწავლებ და წავედით. ის რაღაც ახალი მოძრაობები რომ მაქვს ამოჭრებული ეს არის სალომე ტოშკუას გავლენა. ხედავობა პედაგოგით ტიტასასწავლი და ესეთ რაღაცებს და მეც ამოვიჩინე. ტელეფონით ძალიან ყოფილი ვარ. კამერა ყველაფერი ძალიან დახვეწილია, მაგრამ აი აქ უკვე გადაიქეფა დავერდინის გარეშე თქვენც ხედავთ. ამიტომ ნამდვილად ეთყობა ყველაფერი. ბარემ მინდა გირჩიოთ ეს კოლაგენის ნიყაბი, რომელიც არის სასწაული ჰერმოსამ გამომიგზავნა 6-7 თვის წინ და ისე მოუხდა ჩემთმას და იმდანად კარგია, რომ არ ვიცი. იყიდება ჰერმოსაში. აღმოაჩინე, რომ ჩემი საყვარელი ხეულით მის პროდუქტი დარბაზში დამრჩა, იმიტომ რომ ავერსად აღარ მაქვს. კიდევ კარგი რო გუშინ ავერსიდან წამოვიყე უმბერტო ჯანინის პროდუქტები ხეულით მის და დღეს მხოლოდ სპრეი გამოვიყენე, იმიტომ რომ გზაში ზედმეტი რაღაცა არ მჭირდება და გაგიზიარებთ როგორ მომეწონება. უცებ უნდა დაბლიო ყავა და გავიქეცით. დილით საქმეებს რომ მოვჩები და რომ მივდივარ ყავის აპარატთან მეორე ჭიქა ყავის დასალევად, ზუსტად მაშინ ითიშება, რატომ ემთხვევაზე არ ვიცი. ეს ჯორდანის შარვალი ვიყიდე დაახლოებით 5-6 დღის წინ ნაიკში და პირველად მაგ ესეთი კარგო უდიდესი შარვალი და მე ძალიან მომწონს, ვიღაცებს ვიცი რომ არ მოგეწონებათ. ეს ზედაც ნაიკში მაყიდინა ჩვენმა საყვარელმა კონსულტანტმა რომ მომეწუსტათ იცის რა მოგვეწონება და ისეთი კარგი დგომა აქვს და ისეთი სასიამოვნო ნაჭერია რომ არ ვიცი და ფეხზე მაცვია ასევე ნაიკის ბოტასები. აი 3 დღეთ მივდივარ და მიმაქვს ამ ხელა პარკი, რომელიც გატენილია და სხვა არაფრის ადგილი აღარ დარჩა. ასევე გუშინ შტატები ჩავდე სადღაც, მაგრამ სად ჩავდე არ ვიცი და ტევით ვიპოვე მეგობრებო, მეორე ჩანთაში მქონია ჩადებული ჟაკეტიც ჩავდე, იმიტომ რომ რო ჩავალ შეიძლება ძალიან სიცივე იყოს და მაინც არ მინდა რომ გავიყინო. ჩემი უსაყვარლეს მაცილებს არ ეზარება, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ადეკვატურ დროს რო არის ფრენა, გიждები ხარი 10 წუთები. ძალიან ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ არ ვარ გათიშული მკვდარი და ასე შემდეგ და თუ მოვესწრებ გზად მინდა რომ დრაივზეც გავიარო. რაღაც ესე მასიურად შავი რაღაც დიდი ხანი არ მწვია და მგონი მომეწონა, იცით? თქვენ ვიცოდეთ მე როგორ ნერვიულობ რა განცდებით და რა შფოთით მივდივარ, ისედაც ხო იცით როგორი შფოთვარი ადამიანი ვარ და ეხ განსაკუთრებით. იცი რას მივხვდი რომ რაღაც უაზრო მოლოდინების შევიქმენი და ამ უაზრო მოლოდინების გამო ბევრ ტკბები ამ წამით და ამ მომენტით და გადავწყვიტე რომ არანაირ მოლოდინს არ მივაქციო ყურადღება, არაფერი არ დავგეგმო, უბრალოდ უნდა ვისიამოვნო და დავტკბე მომენტით. ვერ მივცემ ჩემს ტვინს და მოლოდინებს ამ გამოცდილების გაფუჭების საშუალებას.
ასევე პარიზში არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი სიყვარული, რომელიც რავი ჩემთან ცხოვრობდა თითქმის 1 წელი, 9 წელი მშობლობისას და 9 წელი სტუდენტობის დროს და გადავიდა პარიზში საცხოვრებლად და სასწავლებლად და არ მჯერა რომ ჩავალ და ვნახა ძალიან მენატრება. თან მე მარტო ყოფნის შიში მაქვს ისტერიული და ძალიან არ მინდოდა ნომერში მარტო ყოფნას, იმიტომ რომ აი რაღაც ძალიან მეშინია ძალიან. და ახლა ჩემთან დარჩება და ძალიან ბედნიერი ვარ. მაგშიც შემოვიარე ისაუზმე მინი ჩიკენით ამ დილას. მოვედით აეროპორტში, ავარჩიეთ ღვინოები. TikTok-ზე რომ მეწუწუნეთ, იმედი მაქვს 15-20 წუთიანი ვლოგი არ იქნება, იმიტომ რომ სირცხვილი ამდენი ხნის მერე ესეთი მოკლე ვლოგით დაბრუნებაო, ეს სავარაუდოდ საკმაოდ დიდი და მსუყე ვლოგი იქნება და მეტი არ მინდა, ვინც ეს კომენტარები დამიწერეთ, ბოლომდე არ მიყუროთ. დავლიოთ როზე, რატომაც არა. 5 საათიანი არ ფრენა, ჯერ საათი და 20 წუთი არის გასული. ჩვენ შევყავით ჭორაობას მანად რომ მაინც არ გადის. გავსინჯოთ ფრანგული როზე. თვითონ წაიკითხა რომ 1 წლის წინ არის გამოშვებული და ალბათ არ ვარ წერია 2024. მართლა ლიმონადია. არა თავარა. არ გადის დრო. ჩამოვედით. ვიფრინეთ 5 საათი და 10 წუთი, რაც ძალიან ზედმეტი იყო. ძალიან ზედმეტი იყო. ჩამოვედით, სანამ პარკამდე დამივედით, 1 დღე კიდევ გავიდა და მე მგონი დავაყენებ ახლა საშუალს. ჩამოვედი უკარგესი სასტუმროა, მე მიმღებსაც გაჩვენებთ. უღრმესი მადლობა სანდროს, რომ ესეთი კარგი და საოცარი სასტუმრო შემირჩიეს, მართლა ძალიან მომწონს. და ნომრები ძალიან დიდია, რაც ძალიან მიკვირს პარიზისთვის. ესე გამოიყურება ჩემი ნომერი. დღეს განსაკუთრებული არაფერი, დასვენების დღეა, ამოვლაგდები, ცოტას დავისვენებ და გავასაჭმელთ. ამ წყლის ფოთლზე ვარ შეყვარებული, ულამაზესია. გადავევლე ამ დედამიწის სურგზე, ყველაზე უბრალოდ ჩავიცვი, იმიტომ რომ შიმშილისგან მართლა ცუდად ვარ. ჩემი ჩამეტანი დღეს გატყდა საერთოდ. აი, გადასარავი არა. სასტუმრო მართლა ძალიან მომწონს. აი მე როგორ მიშია და სახლის გვერდით მაგ ბურგერ კინგი, ხო ევროპულ ბურგერ კინგზე გიჟდები ვაფრენ, ჩემი ნომერ პირველი ფასტ ფუდია. მიყვარს ბურგერ კინგი მეთქი და მე რაც მიყვარს ის ბურგერი მაინც და მაინც არ გქონდათ. ბურგერ კინგი იმიტომ მიყვარს ევროპაში, რომ მე ზოგადად ქათმის ბურგერები მიყვარს და მაკეი ძალიან ცუდია, Five Guys ქათამი არ აქვს, ამიტომ ეს არის ტოპ. რაღაცნაირად მიყვარს თან პარიზი. ძალიან ცუდად ვჭამე, მაგრამ მაინც. ეხლა გავისეირნებ, ცოტას გადავხედავ ირგვლივ რა მაქვს, რა ხდება და ასე შემდეგ და მე დავთუნდები ნომერში ცოტა უნდა დავისვენო. ეს გამოვასყდი, ძალიან დაღლილი ვარ. დავსეირნობ 17 გრადუსია, საკმაოდ კარგი ტემპერატურაა. თანზე ცოტა მცირე, მაგრამ არა უშავს, ძალიან კარგი ქუჩაზე ვარ, საერთოდ იდეალური სასტუმრო ამირჩიეს, ძალიან მომწონს, აი მართლა უკარგესია. ორიენტაციის უნარი იმდენად არ მაქვს, რომ სახლიდან 50 მეტრში ვიყავი და დავიკარგე. უი არ დავკარგო ვარ სასტუმროს ხან ვარ თურმე. ესეც ჩემი სასტუმროს სახელი. ესეც რესტორანი სასტუმროში, რომელიც ესე ლამაზად გამოიყურება. და ეს რომ დამახვედრეს, ისეთი ლამაზი კაბადებს, შიგნით ისეთი ლამაზი ერთი სული მაქვს ფალინდელი დღე როდის დადგება, ხო არის საგიჟეთი. 3 სხვადასხვა ღონისძიებაზე ვართ დაპატიჟებულები. და საღამოს არის VIP ღონისძიება სანდროსი და მივდივართ და იცი მაქვს როდის დაგენახავით, მაგრამ ხოლმე იქნება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი და სასიამოვნო დღე ჩემს ცხოვრებაში. რვები მეშლება, ჯინსზე გადამესხა ყავა და ახლა უაზრო ფორმაში მიწევს სახლიდან გასვლა. ვნახე! ნინიკოს რუტინა. აქ იტალიონზე გავიყვიძე ჩემო ულამაზესო ადამიანებო, ეხლა შეიძლება რომ აქ მაინც მძინებოდა ცოტათი მეტი. მოვკალს მომენტოში კლას ამ თითების გამო. 2 დღით ჩამოვედი. ნინიკო მიდის უნივერსიტეტში. მე მივდივარ საუზმეზე. ეს საყვარლად გამოიყურება. ძალიან გაშტარებული ვარ, ამჭირს არ ვიცი მართლა. კამერა მოვამზადე ჩემი მეიქაპის კუთხე. აქეთ თმის პროდუქტების კუთხე.
დები მართლა გადასაღები მოედანი მოეწყო რომ ჩავიცვა მე YouTube-ს ვიღებ, Reels ვიღებ, TikTok-ს ვიღებ, მე უკვე გითხარით. ცალკე ფოტოებიც მინდა რომ გადავიღოთ ჩემით ნომერშივე, რასაც მოახერხებ ფოტოაპარატით, იმიტომ რომ იქ არ მინდა რომ ძალიან შევაწუხო ხალხი, მაგრამ რა თქმა უნდა იქაც მინდა ფოტოები. ძალიან ბევრს ვფიქრობ, ზედმეტად. 1 საათი მაქვს კიდევ დრო. რა ვაკეთო ეს 1 საათი არ ვიცი. მოვამზადე მეგობრებო ყველაფერი თქვენს გაჩვენებთ რას გიცვამ. დროსგან მივიღე საჩუქრად ეს ულამაზესი შორტი, ყავისფერი არის ჩემი საყვარელი ფერი და უბედნიერესი ვარ. ესეთი პერანგი, რომელსაც აქვს ჰალსტუხი და ძალიან მომწონს. თან კარგად დავესტაილინგე გაჩვენებთ და მე ფავორიტი ბომბერი, რომელიც ასევე სანდრო მაჩუკა, ეს ორეული არის ეს ორი ერთად და არის საოცარი. ვიცრამ კალგოტკას, კოლგოტს, ქართულად დედასფიცა ვარ წელწინდა ქვია, მგონი ქართულად. ძალიან სიცივეა და თან ძალიან მომწონს. ქუსლებს, რომელიც არის ჩემი ფავორიტი ქუსლი მთელს დედამიწის სულზე, ჯერ ერთი ისეთი დახვეწილი და ეფექტური არ ვარ ვიცი და თან არის დეკომფორტული. ეს იარლიყები ახლა შემამჩნია ფეხსაცმელზე და ვერ ვაძრობ. შავი დეტალი შემოვიტანებ და ცმლის სახით ამ ჩანთას გავიკეთებ, რომელიც ასევე ძალიან მომწონს. ეს არის Tom Ford-ის სათვალე, ეს ხათ შორის მე და გიო შეყვარებულები რო გავხდით, ეს იყო გიოს პირველი საჩუქარი და ეს სათვალე ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარება. ხო და ჩვენებაცნაირად ვიხდენ და In a room full of people I look for you. ინგლისურად ვიღებ მომზადების ვიდეოს ინსტაგრამისთვის და ძალიან დაკომპლექსებული ვარ ინგლისურად საუბრისას, არ ვიცი რატომ, არ ვიცი საიდან მოვიგონე და რა ვქენი, მაგრამ ფიქრობ რომ ეს თუ გამომივა და ამ ვიდეოს თუ დავდებ, თან როგორი გულწრფელი ვარ თქვენთან ვიზდები, ჩემ თავზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვებ და ვიამაყებ მე საკუთარი თავით. ან არ ვიცი, ნახოთ. ესეთ გამოვიდა ჩემი მაკიაჟი. აი ესეთი გამოვიდა პერანგი და შორტი, ეს პერანგი სპეციალურად მაქვს ჩაკეცილი, იმიტომ რომ წინა მხრიდან მინდოდა რომ გამოჩენილიყო შორტიდან. რაღაცნაირად შეცვალა ლუკი და ძალიან მომეწონა. ხოთება. მერტო მაშინია ეს არ დამეშალოს ან პირიქით. ხოლმე დავჩები გაღიმებული, იმიტომ რომ შეკვრა არ ვიცი. მე მგონი კარგია. სამი ჯურები ტყუილად გადმოვალაგე. შეიცოთ ქუსლი. მე მთლიანად აქ როგორ უნდა დაგენახოთ არ ვიცი. მაგრამ შედლების და გვარად ძალიან მომწონს. გთხოვთ გამიზიარეთ თქვენ როგორ მოგეწონათ. რაღაცნაირად ძალიან მომწონს. და ჩემისგან მაქვს approved და შესაბამისად უბედნიერესი ვარ. ნომერში ვერ მოხსენი ტაქსიში. ვაცრობდი ალიხებს. ანუ ისეთ ლამაზ ადგილას არის მარტო რომ ნახეთ რა სილამაზეა. ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად, ამიტომ უცებ უნდა დაგენახოთ. ფეხზე მაცვე ეს საოცარი ულამაზესი ქუსლი და ნუ ეს კაბა ცალკე ადამიანია, აი შოკირებული ვარ, ისე მომწონს და იმდენად ლამაზია. ეს ლუკი ბევრად უფრო დახვეწილი და კარგი გამოვიდა ვიდრე წინა, მაგრამ წინაც ძალიან კარგი იყო. იგივე შენობაში არის კოქტეილ სარა და მე მივდივართ VIP ღონისძიებაზე. ესე გამოვიყურები მთლიანადაც რომ დაგინახოთ. ერთი წუთით ვინ ვიპოვე? Have a nice day. ეს ვინ ვიპოვე? ხალხო ყება ვერ გავიგე. ანუ ისედაც სულ Tim Jeremiah ვიყავი. და ეხლა უფრო Tim Jeremiah გახდი, ოღონდ უმალავდი ყველა პლატფორმაზე რომ Tim Jeremiah ვიყავი. ხალხო უბრალოდ ორი სიტყვით კომენტარი რო გავაკეთო, ეგეთი თავდაბალი და საოცარი წყვილი მართლა არ მინახავს, ანუ ცოლიც უკარგესი გოგოა და ისეთი რაღაცა უბრალოდ და უშუალო ადამიანები არიან, რომ ჯერ ფოტო რო ვთხოვე,
ცოლი გაიწია და მეთქი შენთანაც მინდა ფოტო თქო TikTok-ზე ძალიან ხშირად ვუყურებ შენ ვიდეოებს თქო და ძალიან გაუხარდა მართლა მომეხუტა მე დამაყენე შუაში გადავიყეთ ფოტოები აი მე ახალი ტელეფონი გაქო უკვეო როგორ მოგწონსო მეთქი აი უკვე დაიკაწრა ისე რა ხო და ის არის რა ქვია მე ქუსლი გამეჭედა ჩასავარდნი იყო და ჯერემაია თვით ჯერემაია დამეხმარა რომ ეს ქუსლი ისე ამომეყო იმ ჩავარდნილიდან რომ ქუსლი არ გამფუჭებოდა და ისეთი დადებითი ემოციებით გამომიშვეს და ისე მე სიამოვნა იმდენად არ ველოდებოდი ამდენად უბრალო ადამიანები თუ იქნებოდნენ ხალხო ანუ პირისპირ კიდევ ბევრად უკეთესები არიან ვიდრე ჩანს მართლა შოკირებული ვარ და აუ არ ვიცი რა იდეალური დღე გამოვიდა დაუბრუნდი სასტუმროში უნდა მომემზადო და მივდივართ იმ საღამოზე რაც გითხარით და ნახოთ იქ შედარებით ნაკლები ხალხი იქნება და როგორც ვიცი უფრო VIP ადამიანები უნდა იყვნენ და აი ნახოთ ახლა ვინ დამხვდება და რა სიტუაცია იქნება საუკეთესო ძალიან კაი დღე აი ძალიან და ეს ადამიანები ვისაც ესე გიჟივით ვუყურებ ხოლმე და ამდენად ცელებრიტები რო არიან საერთოდ არ მგონია რომ არსებობენ ვერ ვიჭერებ არ ვიცი ეს უცე პირისპირ ამ ხალხის დანახვა მეთქი რა ხდება მიხარ ფრანგულმა ტელევიზიამ ჩამწერა და ისე დავიბენი რომ საშინლად ვილაპარაკე და ანუ ენა დამება 4000 ჯერ და ალბათ არც გაუშვებენ მაგრამ რომ გაუშვენ არ ვიცი იმედი მაქვს ვერ ნახავთ ვერავინ იმიტომ რომ შევწუხდი უამრავი ფოტოგრაფი ვიპოვე ვინც მგონი ძალიან კარგი ფოტოები გადამიღეს და ვნახოთ თუ სადმე დაიდება გაგიზიარებთ მე მოკლედ არ შემირცხვენი ხართ პირიქით გასახელეთ მოიცა ცოტა დაბლა დაბწიო კამერა რა უკეთესად დამინახოთ გამოვიცვალე ჩავიცვე ესეთი შორტი ქვედა ბოლო ახლა ჩავიცვი გეტრი და ჩემი New Balance-ის და Miu Miu-ის კოლაბორაცია და ყელზე მინდა რომ გავიკეთო ეს დიდი ხელსაბამი რომელიც ფიქრობ რომ რაღაცნაირად უფრო განსაკუთრებულს გახდის ხელანდალ ძალიან მომწონს ისეთ ბედნიერი ვარ ხოლმე როცა საკუთარი თავი მომწონს და ლუკი იდეალურად მაქვს შერჩეული ისე კომფორტულად ვცნობ თავს და ისეთ თავდაჯერებული ვარ რომ მართლა ყველანაირი კომპლექსი მავიწყდება რამე მე მოცეთ მეგონა რომ ტონალური ესვა და კინაღამ აი ჩხავილი დავიწყე აუ ძალიან მომწონს ხა როგორ ფიქრობთ მგონი ძალიან უხდება ხონთ ხა გავარკვიო კინაღამ რაღაც წამომცდა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ლუკი არის, საკავის ფურთუქს მოვიცვამ, სიგარეტი. დამომცდა კიდევ. კაი, ძალიან მინდა რომ კლიენტად დაგენახოთ და იქნებ სადმე ისეთი ადგილი ვიპოვო, სადაც კარგი განათება იქნება და შევძლებ. და სათვალეც მინდა რომ გავიკეთო. ეხეთაბა. ესე იქნება აქ გადმოვდგა და უკეთესად დამინახოთ. ვერაფერსაც უკეთესად მეტი უკეთესად ვერ გენახებით და ეს კამერა არის გასაწმენდი თუ მე ვეღარ ვხედავ. კამერა ყოფილა გასაწმენდი. აუ მომწონს ძალიან, კმაყოფილი ვარ. თქვენ გამიზიარეთ სამივე ლუქსზე თქვენი კომენტარი ყველაზე მეტად რომელი მოგეწონება ზუსტად ვიცი რომ კაბა მოგეწონათ ყველაზე მეტად იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ. ქურთუკიც მოუხდა სხვათა შორის არ მეგონა თუ მოუხდებოდა და საბოლოო ჯამში კაია, მაგრამ ქურთუქს უეჭველი გავიხდი, იმიტომ რომ ბევრი ფოტო გადავიღე ისედაც და ქურთუქის კარეშე უფრო მომწონს. ძალიან კმაყოფილი ვარ. წავედი. აუ ლიფტში რო გამიმართლა ისე არ ვიცი. ძალიან კაი შუქია, აღფრთოვანებული ვარ. მოვედით აქ რა ხდება ნეტაო. ნახოთ რა ხდება. სანდროს აქვს კოლაბორაცია Clarks-თან და ეს ღონისძიება არის ამ კოლაბორაციის დასაანონსებლად ზუსტად. ვინ ვიპოვე ნახეთ ხახო ისეთ ლამაზები არიან მართლა ტყუპები და არა ტყუპები
მოვედით მეგობრებო, ძალიან დავიღალებთ, ძალიან შია. ეს ძალიან კარგი იყო და ყველაზე მეტად ამ თელს პოზიციებაში ნინიცას და მარიამის გაცნობა და ნახვა გამიხარდა ოღონდ მართლა. საოცარი გოგონები არიან, საოცარი აურით. ზუსტად ისეთები, როგორც Instagram-ზე ჩანს. Hey guys, we're back. Did you miss us? Because we missed you. როგორ ხართ მეგობრებო, ძალიან ცუდად მე წინ აქ ძალიან ვიყვიწებ. და ისევ არა ქვე ძალიან გაბრუებული ვარ და ძალიან გაშტარებული და ის რო გითხარით რომ დიდი ვლოგი გამომივა, თქო ხო არ გამომდის და თქვენი შიშით რაღაცების გაწელა დავიწყე და მე მიხვდი დებილობების ლაპარაკი ჯობია რომ ისევ ცოტა მოკლე იყოს, ამიტომ იმ კომენტარების ავტორს რომ გითხარით ბოლომდე თუ არ უყურავთ, არ ვიცი რას გიწამთ, თქო შეგიძლიათ თქვენ მიქნათ ეგ. ბარგი უკვე ჩავალაგე, უნდა ჩავიდე ქვევით, ყავა უნდა დავლიო, ვითიშები. უცებთ მას გავიშრობ, იმიტომ რომ ძალიან ცივა და მე მივდივარ ქეთოსთან სასტუმროში. დღეს არის დაბრუნების დღე. ვერასდროს ვერ დავალაგებ ამ სახეს. ძალიან მაინტერესებს კარგო შარვლებს აქამდე რატომ არ ვყიდულობდი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. თმის გაშობა დამეზარა, ქვევით ჩავიდათ და ყავაზე მოგიყვებით, გუშინ და ლეის აღამეს ამბებს. განსაკუთრებული არაფერი მე მაინც. ეს ლიფტი და ეს განათებების სიგიჟემდე მომენატრება. აი, განვიხილოთ მოკლედ გუშინდელი საღამო, როგორც გითხარით, სანდროს და კლარკსის კოლაბორაცია იყო. შედგა და მალე ჩაიშვება კოლექცია გაყიდვაში და ამის დასაანონსებლად. ძალიან კარგი იყო, ძალიან სიამოვნე გუშინდელი მთელი დღით. ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვარ წამოსულები, ისეთი კარგი, უშუალო, უბრალო და საოცარი ადამიანები არიან, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავ და მთელი გულით და სულით მიხარით და მადლიერი ვარ, რომ ეს ადამიანები გავიცანი და ამ ადამიანებთან მომიწია დროის გატარება. მიკა და ქეთო მიყვარხართ აქედანაც გიძები თქვენზე მართლა ესეთი პოზიტიური და სუპერაურის მქონე ადამიანები მართლა არ ვიცი. საკმაოდ ბევრი სელებრიტი იყო, ნუ უფრო გულისხმობ ინფლუენსერებს და ასე შემდეგ, აი მილიონი ნახევარი გამომწერით. აი რამაც მართლა შოქში ჩამაგდა ის რომ ანუ ყველა ერთი მეორეზე უბრალო და უშუალო ადამიანი, ანუ მე ხვიცი ხანდახან არ ვაკნინებ ჩვენ ქვეყანას და თქვენც იცით როგორ მეყვარს მართლა, მაგრამ აი ჩვენთან არის ეს რაღაც მასიურად ცოტაზე ვიტანყურება და თავში ავარდნები ელემენტარულ წარმატებაზე და აქ უბრალოდ ეგრე მეგონა რომ აქაც ეგრე იქნებოდა ყველა რაღაც თავაწეული გამარჯვებას ვარ გეტყოდნენ წესიერად და მე უბრალოდ ისე ანუ მართლა არ მეგონა თუ სელებრიტებს და ცნობილ ადამიანებს ველაპარაკებოდი 3 და 4 ფოტოგრაფი რო დაყვებოდა და უბრალოება და უშუალოება რო გაყარეს ადამიანს ისე არაფერი მართლა 20 მაგათ შემიყვარდა ყველა ვინც გუშინ ვნახე. იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგი იყო. მე ველოდები ქეთოს, შევხვდებით, წავალთ სადმე შევჭამთ უნდიელად. და მე წავალთ აეროპორტისკენ. ძალიან მინდოდა სალმონის ყიდვა და ვერ მოვახერხე თუ გზად სადმე შემხვდება, შევალ და შევიწან შავფერს. ან იქნებ აეროპორტში ვნახო. ძალიან მადლიერი ვარ და მართლა და მე მართლა გულით და სულით მჯერა რომ შრომასთან ერთად მადლიერებად არის გასაღები წარმატების და დაფასება და წინადბას ერთი გააზრება მქონდა TikTok-ზე ვიდეოც კი ჩავწერე, მინდა რომ დავდო, იმიტომ რომ 10 წლის წინ ვოცნებობდი ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე, მართლა ვოცნებობდი ჩემს მეუღლეზე, ჩემს საოცარ შვილზე, ჩემს კარიერაზე, წარმატებაზე, ამ სიტუაციაზე, გარემოებაზე, ჩემს კაფეზე, მართლა ყველაფერზე ვოცნებობდი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ 10 წლის წინ რა ოცნებებიც მქონდა, ყველა ოცნება ახდენილი მაქვს და უბრალოდ იმდანაც მომავალში გამერყვის ფიქრები და იმდანაც ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, აქამდე წარსული იყო. ახლა ხვალინდელი დღე არის, რომ ვერ ვახერხებ 10 ტკბობას და ვერ ვახერხებ იმის გააზრებას და გაანალიზებას, რომ კი შენ რამდენიმე წლის წინ რაც კიდოდა დღეს ყველაფერი გააკეთა, მოდი ნუ იფიქრებ რა მოხდება ხვალ, იმიტომ რომ ხვალინდელი დღის გარანტია არ გაქვს. მოდი იფიქრე რა გაქვს დღეს და იყავი ამით ბედნიერი. მართლა ბედნიერი ადამიანი ვარ, ვაფასებ ყველაფერს და ძალიან მადლიერიც ვარ, მაგრამ ხანდახან მავიწყდება ამ ფაქტის გააზრება, რომ რაც მინდოდა დღეს არის. და არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება 5 წელში, იმიტომ რომ 5 წელი შეიძლება არ იყოს. მერტმენ და გვიფაროს. ამიტომ თქვენც იფიქრეთ, იყოს ეს თქვენთვისაც შეხსენება, იქნებ რაღაც ნაკრები და ოცნებები უკვე აგიხდათ და უბრალოდ დრო არ გაქვთ, რომ ამაზე იფიქროთ და ამით სიამოვნება მიიღოთ. მიყვარხართ ადამიანებო, მადლობა რომ მიყურეთ, მადლობა რომ გენატრებით, მადლობა რომ არასდროს გავიწყდებით, მადლობა თქვენი სიტყვისთვის, სიყვარულისთვის, პოზიტივისთვის და მე ვიაზრებთ, ვაფასებ და ვხვდები, რომ თქვენი გამოწერა და თქვენი გვერდში დგომა რომ არა, ჩემს შრომასთან ერთად დღეს აქ არ ვიქნებოდი და ძალიან მიყვარხართ გულწრფელად და
წარმატებები. ყველა ოცნების ასრულებას გისურვებთ, რასაც კეთილი და კარგი განზრახვა აქვს.